ნუგზარ ერგემლიძე, ბატონი ნუგზარ კვაშალი, გახლავთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები. 17 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ნუგზარ ერგემლიძის საიუბილეო საღამო გაიმართება 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად ქართული ესტრადის გამორჩეულ სახეებს და ახალ თაობას ერთ სცენაზე ვიხილავთ და ახლა უფრო დეტალურად ამ კონცერტის შესახებ ვისაუბრებ ჩვენ სტუმრებთან ერთად. უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის. გილოცავთ ბატონო ნუგზა პირველ რიგში ამ იუბილეს და ალბათ ემოცი მართლაც თქვენ სიმღერაში იყოს სიტყვები რომ წლები მაშინ მაგდება როცა თქვენ თვის მღერი ვარო და ეს ნამდვილად თქვენ შემთხვევაში გამოიხატება კიდევაც ის არაჩვეულებრივად გამოიყურებით 70 წლის 70 ნამდვილად მხოლოდ ციფრებია და მაგრამ მაინც ემოციურად როგორ ემზადებით აი ამ საღამოსთვის. ხო რა ვიცი შრომობთ რამდენიმე დღეა თვეზე მეტია უკვე რეპეტიციო ანსამბლის შესანიშნავი შვიდეული ამ იუბილესთან ერთად როცა დაიგეგმა ჩემი კონცერტი დავიწყე ფიქრი როგორ უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ ხო აგერ ბატონი ნუგზარის ხელმძღვანელობით ვართ და სანოს ხელმძღვანელობით ვართ გაერთიანებული ესეთ პროექტი წამოვიწყეთ შესანიშნავი შვიდეული. გადასარევი შეხარი ბესო კალანდაძე, ზურა კობეშავიძე, ზურა ცისკარიძე, შენ მე ჟელი გვარდია. აკო ვაშალომიძე. ხო და ეხა გადავწყვეტოთ რომ იმის გარდა რომ ერთად ვღერით, კიდე ცალ-ცალკე თითოეულმა იმღეროს და თან ცოცხლად დაუკრათ სცენაზე. აი მაგ ცოცხალმა დაგვრავ. ამის გარდა ყავს მოწვეული სტუმრები, ჯერ მესხები ვთქვა. მამუკა და გოგა მესხი ხო, ქაჯაიები, მაკა და ვიშა, სტატო გოდერძიშვილი. ვინმე არ გამოგჩეს და დაგხოცავენ. სტუდია ჰარმონია ნატო თურმანიძე და ბათუმელი კარგი მომღერლების დევაძე, ნაკაშიძე, ნაკაშიძე და სულხან დევაძე. მოკლედ მაგარი კონცერტია, მაგრამ ამ ცოცხალმა დაკვრამ რატო ვიმეორებ იცი რომ დღეს ჩვენ დროს გაგვაცოცხლა ასე უნდა ჩვენ დროს არ იყო ეს ტერმინი ცოცხალი იყო ყველაფერი აი ხო ვცდილობდით რა თქმა უნდა გაგვიჭედდა მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ რაღაცნაირად ამის ისეთი გამოცდილება გაქვთ ცოცხალი დაკვრა თქვენთვის ნამდვილად არა კარგია ჯანმრთელობისთვისაც და ხო და მინდა ვთქვა რომ ეს არის ერთ-ერთი როგორ ვთქვა კარგი ნაბიჯი, ცოტა უკეთესი სიტყვა action იქნება, იმიტომ რომ ამას საკში მე მგონი საქართველოში არ დაუკრავთ. ცოცხლად არა. კლასიკურ მუსიკაში კი, მაგრამ ჯგუფი როდესაც არიღლება და დაახლოებით საათზე მეტი ფეხზე დგას, მარტო დგომა არ იძლევა. როცა უყურებ ხოლმე საერთოდ ცოცხლად შესრულებულ კონცერტებს. ვიმეორებთ ერიკ კლაპტონის და ემად გზას, რომ 70 და 80 ზოგიერთი გადაშორებული და მე ნამდვილად აი ზუსტად თქვენ სანამ შემოძანდებოდი სტუდიაში რეკლამის დროს მე და თემიკო საუბრობდით სულ რამდენიმე დღის წინ გაბატონი ელისოვირსალაძეს კონცერტი იყო და აი მაგას ვეუბნებოდი რომ მე მგონი რომ პირიქით თქო აი ასაკთან ერთად კიდევ უფრო სხვანაირი ჟღერადობა და კიდევ უფრო სასიამოვნო მოსასმენია ყოველთვის ასე რომ პირიქით ეს რაღაცა გამოცდილება და წლები მე მგონი რომ უკეთესობისკენ ბრძენდება და მუსიკოსის ბრძნულად უდგება და ბრძნული მუსიკა ჟღერს უკვე. კარგი სცენარია უკაცრავად. დიახ, არა. გადასარევი სცენარი და ხა უინტერესია ზეღა. მე ვამაყობ რომ ლუგზარი ჩემი მეგობარია და უერთგულესი. კი ხა ბევრ რამესია ნიჭერება არ ჩამოვთვლება და რამე მე უერთგულესი მეგობარი და კაი სცენარი მოიფიქრა. კონცერტი მიყავს მის მეგობარს და ჩვენ მეგობარს ზურა ცინცქილაძეს თქვენი ბატონო კოლეგა და ერთი პატარა გოგოა რომელიც ანანო ფარულავა რომელსაც რაღაც ისეთი საკ დავალებული ამას ყოველთვის ესეთი აზრები აქვს რომ ოქროს ეძებენ და სიმღერებს იპოვიან მოკლედ რა მოკლედ ხო მოკლედ მოყვები რომ სიმღერა უფრო ძვირფასია ვიდრე ის რასაც არანაკლებ რასაც მოკლედ საინტერესოა მობზანდით და დარწმუნდებით ყველაფერს რადგან ვახსენეთ შესანიშნავი შვიდეული და მისი შექმნის იდეა როგორც ვიცი თქვენ გეკუთვნით აუცილებლად მინდა მეზეც ვისაუბროთ იმიტომ რომ ნამდვილად გამორჩეული პროექტია უნდა ვთქვათ და ნამდვილად შესანიშნავი შვიდეული ამის ინიციატივა გეკუთვნით მაგრამ როგორ მოხდა თქვენი შეკრება და მე მგონი აი ეს მთავარი მიზანიც სწორედ ის იყო რომ ერთად უფრო სიამოვნება მიგეყოთ რა თქმა უნდა მუსიკასთან მარტო მაგიდასთან სიამოვნება რა თქმა უნდა ხა ცალ-ცალკე სიმღერები, მაგრამ ანსამბლიზის მოიწედა. გაგვიჭირდა.
ჩვენ რო ძალიან დავბერდებით, ხომ მოვა ახალი შესანიშნავი ბიჭები. კი. ან გოგოები. მე იმად გადავცეთ შესანიშნავი შვიდეული და იყვნენ. კი ბატონო, რატო შვიდეული? იმიტომ რომ იმ ორმა რა დააშავა სამმა კაცმა ჩვენი მეგობრები. შვიდი კარგია. კარგი ციფრია. სამს მივუმატოთ 4 არის 7 და არის 64 კი ბატონო. შვიდობად 7-ია. ფილმიც მომედებს ამას. ჩვენს რუსთაველის თეატრის პრეზენტაცია, აკაც ვიყავით. დიდი მადლობა რომ ხშირად ორჯერ ვიყავ. პატრიჟებთ იმედზე, იმიტომ რომ იმედი არის ერთ-ერთი საუკეთესო ეთერი და საუკეთესო წამყვანები და საერთოდ საუკეთესო აპარატურა და ხმა და ყველაფერი. ხო და ვიყავით აქაც, მაგრამ რამე შინოდა ყოველთვის, იცი რომ 70-ს გადასახლებული ადამიანი რეპეტიციაზე არ ჩაეძინოს. ხო შეიძლება რომ მე არ ხდება ეს. პირიქით ხდება. რა ხდება ახლა გეტყვით. ყველა არის, მოკლედ ვიტყვი, ყველა არის უნიჭიერესი, ყველა მისის ფანტასტიკურად ჰარმონია, ნოტები, სოლფეჯიო და ეს კლავს. მე შეთანხმება არ გიჭირთ ამდენი ჭირება. რა დაუკრა 42 ექიმიკი არა მუსიკოსი. 48 67 არა 82 99 არა ეს უტრირებას არის. იმაკორდები პრიმორი 23. რაკაცა რა იწრება 6 მერვეშია. ამიტომ ყველა ნიჭიერია და შესანიშნავი შვიდეულიც, იმიტომ ვქება, ყველას მეუბნები ხოლმე რომ მთელ საქართველოში სულ ალბათ და შესანიშნავი 15-ეული ადამიანი, რომელსაც კიდე სცენაზე არა, 8 ჯობია, შესანიშნავი 8-ეული. დავჭით მეთქე, რატო ვისაც რაღაც შეუძლია და ახალგაზრდებს ნაირად შეიძლება უკეთესად არა, მაგრამ კიდე რაღაცის გაკეთება შეგვიძლია. ამიტომ გვიდა და უღრმესი მადლობა იმედს, უღრმესი მადლობა კულტურის სამინისტროს. ეხლა გვაქვს 2 კონცერტი შვიდეულს, ჩავალთ ჩვენ საყვარელ ტყიბულში, რა თქმა უნდა, იუბილეის მერე და გავაგრძელებთ აი სიყვარულს და საჩხერეში და ასე შემდეგ. შესანიშნავი შვიდეული ტყიბულში და საჩხერეში. ტყიბულში და საჩხერეში. დიდი მადლობა თქვენ და ეს ახალგაზრდების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტიმულია. აი ახალგაზრდებიც მიიღებენ მონაწილეობას თქვენ საღამოში. მოდით მათ შესახებაც რო გითხრათ და რა თქმა უნდა საინტერესოა თვითონ რეპერტუარიც, როგორ შეარჩიეთ, იმიტომ რომ ხო იქნება ის თქვენი ცნობილი ჰიტები, მხოლოდ თუ ახალი სიმღერები. მარტო ერგემლიძის სიმღერები. ახალიც და ძველიც. მე არ მეგონა ამდენი კაი სიმღერა თქონდა როგორ მართლა არ მეგონა ესე იგი რა თქმა უნდა ეხლა ძველი სიმღერები უნდა იყოს რა თქმა უნდა თუ გიგესიზმრები ბაკურიანი მოდიოდა თეთრი გოგო მერე მოდის შედარებით ახალი მაგალითად 2000 წლის საუკეთესო სიმღერა ერთ-ერთი საუკეთესო იყო ოცეულში ვახდა ალექსანდრეს ბაღი და ესე მოვყვებით დღევანდელ დღემდე და ეხლა ბოლოს ის იყო რა ქვია ამ ღამეს ეს ღამე კინო იმიდან ფილმიდან სერიალი და მოყვება არა კარგი სიმღერებია რაღაცები გვაქვს რა ზოგი ახალი ზოგი ძველი მაგრამ მარტო ერგემლიძის სიმღერა არ ძველდება მე ასე მგონია კი ბატონო იმიტომ რომ ჩვენ ახალგაზრდობის შლაგერები და პოპულარული სიმღერები ჩემთვის დღემდე აუცილებლია ვიდრე რაღაც ახალი ხო მნიშვნელოვანი რა არის დიდი მადლობა მაგისთვის გამახსენდა არაფერი არ შევცვალეთ, არანაირი დისკო, არანაირი რემიქსი, როგორც ახსოვდა. სმენელს ისე უკრავდა ზუსტად. იმიტომ რომ პოლ მაკარტნი რო გამოდის, არ გამიგონია რომ დისკოში უკრავდეს. როგორც იყო ის, ვისაც უყვარს ეს მუსიკა, იმან მოისმინოს ასე. ახალგაზრდება როგორც უნდა გადააკეთონ. აი, ახალგაზრდებით მაინტერესებს, ანუ როგორ მოხდა თქვენი შერწყმა სცენაზე. აი, სულხან დევაძე მაგალითად სრულიად ახალი არანჟირებით ღერის მოდიოდა თეთრი გოგოს. თეთრი გოგო რაღაც უნდა მოდიოდა. მოდიოდა მაჭარაშვილის არანჟირება. ნუ ისინი არანჟირებულად წარდგებიან, ანუ მუსიკალური ფონი იქნება ცოცხლად იმღერები. აჰა. ტატო გოდერეძიშვილი მღერის გადასა ძალიან მაგარი სიმღერა. მარტოობაზე, ეს ფანტასტიკური სიმღერაა, სხვადასხვა მერაბე მღეროდა ძალიან კარგად სეფაშვილი, მაგრამ იმიტომ რომ აქ არ არის წასულია, ვერ იღებს ჩვენ კონცერტში მონაწილეობას. გასტროლები ამერიკა სეფაშვილია. ხო და შემდეგი მომენტი რა არის? არაფერი, ვისაც ახსოვდა ჩვენი ხელოვნება და მუსიკა, ხო, აქ არის მხოლოდ ჩემ ლექსებზე შექმნილი ჩემი სიმღერები. და რომელიც ჩემ ლექსებზეა შექმნილი, გაიელვებს
კინო კადრებით, არანაკი ყველა გიყვარს, ნატრისხე. გულმართალი კაცი მიყვარს, მომისია. ნატრისხეც ამექსა. ვასილაიას სიმღერაზე აქვს ფანტასტიკური ლექსი. სულ უყურებ შენია თუ მიტყუები შენ. ამისი. და არა ზანეთ. გიტარაზე შევასრულებ. აი გუნდა მეკითხა თქვენ ძველ ინტერვიუს და მახსოვს რომ პირველი აკორდები ბებიამ მასწავლაო და ბას გიტარის ისტორიაც ალბათ ყველა მიცის და ეგ უნდა მეკითხა გაიხსენებთ თუ არა თქო. გიტარაზე ერთ სამ სიმღერას კაკო ვაშალობიძესთან ერთად აკუსტიკურად ამ დროს ესენი მოემზადებიან. ჩვეულებრივ გიტარებს გადადებენ. ელექტრო გიტარებს აიღებენ. უგზარი დრამერია სხვათა შორის. ენაცვლება სანოს. მერაბ სანოძე. მერაბის დიდი მადლობა მინდა თქვენი ტელევიზიიდან უთხრა ჩემი სახელით რომ ერგემლიძის საიუბილეო 60 წლის ზეწოდება დაგვითმო თავის სტუდია და ერთი თვე იქავარდა აი ეს თვეზე მეტია. სცენარი როგორც გავიგე თქვენია, მაგრამ კიდე ზოგადად შემოქმედებით ჯგუფზე რო ვთქვათ, აი რეჟისორი ვინ არის, საღამოსი და თქვენ ყველაფერი თქვენ. რეჟისორი რა ჩვენ გვედა ხე კაი განათება. და გეგმა რა, ხა დიდი სარეჟისორო მანდ არაფერი არ არის. არა, ის მოგონი მოფიქრებულია. სცენარს რაც არის, ფორმა მოფიქრებულია. ყველაფერი ბატონი ნუგზარი წერს, ხატავს, მღერის და ყველაფერი მისი იქნება. ეკრანია დატვირთული კიდე კარგად ეკრანზე. ანუ ძველი კლიპი რაღაცები ქონდა. კადრები არის. მაგალითად მოშრიალდა ანგელოზი პატეფონი. ის აღარ გავაკეთეთ სცენაზე. გადის როგორც იყო, იქ არის ძველი კადრები და წარსულში მოგზაურობას ვაკეთებ. ხო, ნოსტალგიური სიქნება. მობძანდით ბატონო, მობძანდით. რა თქმა უნდა, დატიე ბილეთები. ხო და აი ბილეთებია საინტერესო, სწორედ მაყურებელს ვინც აპირებს რომ ამ საღამოს დაესწროს, სად, როდის, როგორ დაიწყება და არის თუ არა უკვე გაყიდვაში ბილეთები და როგორ მოხდება ჩვენთან ბილეთები. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ, იცით ისე რომ აი ისიც მინდა რომ ხელმისაწვდომი იყოს, ისიც მინდა რომ ძალიან იაფი არ იყოს. დღეს უკვე სხვანაირი ფასებია საერთოდ. ხა ივერია რომ მართავდა და 75-დან უგზარის ანსამბლი, მაშინ 3 მანეთი და 50 კაპეკი ყიდდა და 50 ძველი დღეს 45 ლარიდან იწყება ბალკონიდან და ზოგიერთი ისეა, მაგრამ ჩვენთან აი სპეციალურად თვითონ თქვა რომ მე მინდა რომ ჩემ კონცერტზე ესეთი 10 ლარი დავადეთ ბალკონს და 20 და 30 არის მაქსიმუმ. ესეთ ფასები აღარ არის არსად. ასე რომ მობზანდით ხელმისაწვდომია ბილეთები. არა, სად უნდა შეია ხელმისაწვდომი სად იქნება? ტიკეტ ამას ვკითხო. დღევანდელ დღეს ყველაფერი უკვე სალარო მორჩ აღარ არის. სალარო აღარ არსებობს. სალარო და ხელიდან ხელში მოსაწვევებს მოგა. რატო? იმიტომ რომ ხო ადმინისტრატორები და დამყიდველები და სხვათა შორის თქვენ ახლა თითოეულმა თქვენთაგან მომიტმედოშ ვიდეოზე როდესაც საუბრობთ ეპოქა შექმენით და ყველას დიდი ისტორია გვაქვს, მაგრამ აი რადგან ბატონი ნუგზარის იუბილეა, აი მაინც მინდა რომ თქვენი შეფასებით და განსაკუთრებით ბატონი ნუგზარმა რითი დაამახსოვრა, რითი მაყურებელს რითი შეაყვარა, აი რა თვისებებით თავი. როგორც ბატონმა ნუგზარმა თქვა, მე თვითონაც არ ვიცოდი, ამდენი კარგი სიმღერა თუ მართლა ყველაფერი ნუგზარის დაწერილია. შორის კომპოზიტორი თუ შექმნის 2-3 მელოდიას, რომელსაც ხალხი აიტაცებს, უკვე მას შეიძლება თქვას თავისუფლად, რომ მე რაღაც გამეკეთებიო, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვია მას. იმიტომ რომ აქ ლექსიც თამაშობს, აქ მე პოეზია, აკაკი წერეთლის პრემიის ლაურეატია, სამხატვრო აკადემიის, აგერ გამოფენა ქონდა ეხლა ზუსტად ერთი კვირის წინ, მთელი კვირა აკადემიის საგამოფენო დარბაზში სამხატვრო გადაასა 65 ნახატი ქონდა გამოფენილი. 50. 60. ვასაკობრივად იმას ქენი? 100-ში გამოგეფინოს ბატონო. კარგია. მოგლეთ ყველაფერი მაღალ დონეზეა რა და აი რაზე ვფიქრობ, იცი რომ ნუგოს ცოტა უფრო ის უნდა მეტი ყურადღება და მეტი ჩახუტება და მეტი ხა მესმის ახლა ბათუმში სხვათა შორის ძალიან დაფასებული ადამიანები, რომ ბათუმელია პრინციპში და უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ნუგზარის, ჩემი სახელით და საერთოდ კულტურის სამინისტროს, რომელიც ამ იუბილეს არის ერთ-ერთი გვერდში მდგომი თბილისის მერია. სხვათა შორის მერიამ გამოგვიყო ტექნიკური მხარე, ეკრანი, რომელსაც დიდი დატვირთვა აქვს, ხმის აპარატურა, ეს ვარიანტია კომუნისტების დროს, ხო იცი?
ჩიკანკებს ჩამოკიდებდნენ ხოლმე 20,000 იმანეთის და რომ შეხვიდეთ დარბაზში მიკროფონს ვაიღებდი. რა იყო მიკროფონი ვერ იყიდა. ჯობია მიკროფონი იყიდა. ასე რომ უღრესი მადლობა. ხო მე ეს იმიტომ კითხეთ რომ სწორედ აი ეს მე მგონი ძალიან ხასიათის თვისება რომ არ ვიცი და ვნახოთ ყველა საქმე საფუჭებს და უნდა აუცილებლად სადო ნამდვილად ის იყო ალბათ რომ აი ყველაფერში სწორედ ესეთი წარმატებული ადამიანი ბრძანდება. მინდა კიდევ ბევრი წელი გიხილოთ სცენაზე ყველა თქვენთაგანი კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და რა თქმა უნდა დარწმუნებული რომ საღამო ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იქნება კიდევ ერთხელ მოსმენა ჰიტების ჩვენი მაყურებლისთვის. სამომავლოდ წარმატებები შესანიშნავ შვიდეულს და კიდე ბევრჯერ გაგეხარებინოთ ჩვენი მაყურებელი, ჩვენი თამადობით და რა ვიცი, ისურვებთ წარმატებას და იმედია კარგად ვიქნებით, იმედია. დიდი მადლობა